ჩვენ რაღაცნაირად გვინდა რომ აი ამ კლოუნადას გავემიჯნოთ და რაღაცნაირად გვინდა რომ ხალხს აი ამათში არ შევეშალოთ. აი რაღაცნაირად ეს არის ჩვენი თავარი მისაღწევი ამოცანა. 4-5-95-ის ამორჩეველმა რაქნა საბოლოო ჯამში აირჩია აი ეს რაც ხდება, გუში რო დაიწყო შემშილობა, დღეს რომ მორჩა, შემშილობა რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ გქონდა. ანუ თქვენს თვლით, ნახევარი დაჭერილი. ბატონი ირაკლისთან, თქვენს თვლით რომ ელენე ხოშტარია შემშილობის ასე ვთქვათ საფუძველი ძირითადი იყო ის რომ რამე ფორმით ეიძულებინა ლელო და გახარია უარი ერთქვა და ამ ერთობლიობაში შემოეყვანა. არა, მე საერთოდ ვერ ხვდები ვის რა მიზანი გააჩნია. ანუ ზოგადად არ შეიძლება ამის პროგნოზირება, იმიტომ რომ რაც არ უნდა მიზანი ყოფილიყო, ეს ხო მიღწეული არ არის. ეს ხო ყველაფრის აი როგორ გითხრათ, არაფერს ხო სერიოზული სახე არ აქვს. ანუ ხალხი შიმშილობს და შიმშილობა რომელიც შეიძლება იყოს აი მე სიკვდილისთვის მზადვარ აქტი, შინაარსობრივად. ეს აქტი ხდება სასაცილო. პატიმრობა ციხეში დაჭერა, თუნდაც 8 თვით. ხო ნებისმიერ ადამიანისთვის სასერიოზულია. რა თქმა უნდა, ვის უნდა უნდოდეს? ვის უნდა უნდოდეს? რატომ უნდა გინდოდეს 8 თვით ციხეში იჯდე? ესეც ხო რაღაცაა ტიპის თითქოს მოსახლეობის გასართობ აქტად იქცა. რომ ხალხის თითქოს ზეიმი ჩედის ციხეში. თითქოს რაღაცა ვიმარჯვებთ და თან ციხეში შევდივართ. თითქოს ჩვენი ბარდები. ოპოზიციელმა ლიდერმა სიტყვაზე დამწუხრებულები შევიდნენ ეს შეცვლის. არა, უბრალოდ რა შუაში, უბრალოდ ეს როგორ შეიძლება რომ არ გადაიაზრო რა მდგომარეობაში ხარ და ამ მდგომარეობის ადეკვატურად არ მოიქცე. რაც არ უნდა თუ ისეთი მდგომარეობა არის, რომ გიჭერენ 8 პოლიტიკოსს იჭერენ, ყველა 800-1000 ადამიანის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალა თუ ციხეშია. ამ ხალხს 4-5-95 ხო 800-1000 მაგათო დაუჭირა ხარ ნამდვილად 800-1000 ხალხის მხარდაჭერა რომ ნამდვილი ყოფილიყო ამ ხალხს რომ მართლა ამ პოლიტიკური ძალებისთვის მიეცა ხმა და არა ან ვინმეს წინააღმდეგ ან ვინმეს ჯინაზე ან რაღაცა ხმა არ დაიკარგოს რაღაცა გიჟური არგუმენტით ხმა მიეცა წინაპირობაში რაც მართლა უნდოდათ მართლა უნდათ რომ ეს პოლიტიკოსები წარმოადგენენ საკუთარ ინტერესებს. სახში რანაირად ხარ კაცო? 800-1000 კაცის. ანუ თქვენ თვლით რომ ეს რაც ყოფილიყო პროტესტი იქნებოდა უფრო მასშტაბური. არა, იცით როგორ არის რომ ყველა ვარიანტი რომ ხალხი რო ფარისეველი არ იყოს, 800-1000 კაცი კაც თუ ხარს უჭერ. ბრძოლაში მარტო როგორ ტოვებ? ან თუ კაცი ცხენოდა რომ მას ხარი დაუჭირებ, ხარი რატო დაუჭირე? ანუ ჩვენ ძალიან სიღრმისეული პრობლემა გვაქვს ამ საზოგადოებას. ლიდერები ისეთები არიან, როგორცაც საზოგადოება ითხოვს. ანუ საზოგადოებამ შეუკვეთა, აი ეს რაღაცა, აი რაღაც გიჟობა საზოგადოებამ შეუკვეთა. რომელმაც თქვა რომ არ მინდა პოლიტიკა, არ მინდა პარლამენტი, არაფერი არ მინდა, მინდა რომ აი რაღაც არ შეხვიდეთ პარლამენტში. ტურნირი ტარდება როგორ იწვალოს საკუთარი თავი. და თუ ვინმეზე ნაკლებად იწვალებს საკუთარ თავს, გამოდიხარ დამარცხებული. ნახევარი კი არა და უფრო მეტი პოლიტიკური სპექტრი დაჭერილია ციხეში ზის. ეს ხო ჯერ სერიოზული თემა ვერ გახდა. მე ადამიანებს ვერ ხედავ, რომელიც ამის გამო შეწუხებულია მათი ოჯახის წევრების გარდა. რატომ? ეს ხო მართლა პრობლემაა. ხალხო შეიძლება მე აღმოჩნდე მათ ადგილას. და ზოგადად საერთოდ არ მაწყობს ის, რომ 10 პოლიტიკოსი იჭერდნენ, რომელსაც 800-1000 ხმა აიღო და ციხეში ისინი ზეიმით ვიდიოდნენ. ამ ტელევიზიებში, მათივე დაფინანსებულ ტელევიზიებში კლოუნად მიმდინარეობდეს. და ზოგადად ამას ისინი ვერ ხვდებოდნენ და იბრძოდნენ იმისთვის, რომ მოდი აი ამ ციხიდან დანარჩენ პატიმრებს შორის უფრო მეტი ხმა ავიღო. არა ის რომ მე გავთავისუფლდე ქვეყანა გავთავისუფლო, არა მეორე ადგილი ავიღო, თუნდაც ციხეში ვიჯდე. დანარჩენები მესმის კიდე რა, ანუ ზოგი ხალხი არის, რავი, ციხეში თავისი ჩაჯდნენ, დარწმუნებული ვარ, რომ გარეთ ვერ გამოსულებოდათ, მაგრამ აი როგორ გითხრა ბადრი ჯაფარიძეს რომ ეს უნდა და ვერ ვიჯერებ. ან მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ ბადრი ჯაფარიძეს განსაკუთრებით ვერ ვიჯერებ რომ ეს უნდა და ამას რომ ხედავ ზოგადად აი ეს რო არის, ხედავ რომ ეს ასაცილო არ არის. აი დანარჩენი რო სულ თავის ნებით რო იყოს ციხეში ჩამჯდარი, აი ბადრი ჯაფარიძე ხო ნახდათ არ არის, ჩემი წარმოდგენით ციხეში ჩამჯდარი და ხოტყურილად ზის და ესეც რო სასაცილოა. მისივე ქმედებებიდან გამომდინარე, თორე დარწმუნებული ვარ, ბევრი მისი მეგობარი მართლა აღშფოთებულია სრულიად სამართლიანად და მე ბევრი მისი მეგობარი ბიზნესმენი სრულიად სამართლიანად უნდა შეშინებულიყო ამ ამბავზე. იმიტომ რომ ეს თუ ამას დაემართა, სხვასაც დაემართება. მე შეშინებული ვარ რომ პოეტი ზის ციხეში. პირობითად ჩემი პოლიტიკური კოლეგებიდან, ანუ რო ვიცოდე რომ ისინი ნამდვილად შეთანხმების გარეშე ზიან ყველანი. კი ბატონო, ვინერვიულებდი, მაგრამ ესეც კი გარკვეული არ არის, იმიტომ რომ ასე რატო ზიხარ? ხო რაღაცა სხვა უნდა გააკეთო. ერთგვარი სტრატეგია იყო სპეციალური ოპოზიციის, ანუ შეთანხმების ხედავ თუ რას გულისხმობთ და აქვე დავაკონკრეტებთ. არა, მე გამიჭირდება თქვა რომ ყველა შეთანხმებით ზის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ ანუ ყველა პრინციპების გამო არ ზის ესეც. და სწორედ აი ეს აღრევა
აი ტყუილის და მართალის აღრევა, სერიოზულის და არასერიოზულის აღრევა. აქეთ რაც ხდება, იმის ასევე არასერიოზულად დატოვება, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ზიხარ. ყოველგვარი გიჟის მოლოდინი მაქვს, მაგრამ შიმშილობას რო გამოაცხადებდნენ, მოდით დავილაპარაკოთ ამ მოთხოვნით. ხალხი, რომელიც მანამდე არჩევნებზე 4-5-9-25-დან რომელიც გინდა ის შემოხაზეთო ხალხს ეუბნებოდნენ, თან ციხეში ზიან ერთად. ფაქტობრივად და სალაპარაკოდ და რამეზე შესათანხმებლად კიდევ რომ შიმშილობა ჭირდებათ. ჩემი აზრით ეს არის არ ვიცი კლინიკური დაავადება და მაგიტო თქვით მაგიტო დავიწყე საუბარი ამით რომ მინდა რომ ამას გავემიჯნო მინდა რომ არ მონაწილეობდე ანუ აი ადამიანებმა დაივიწყონ რომ მეც ამათნაირი ვარ ან ერთი მხარეს რაც წეღარ მოვყევი ან მეორე მხარით მინდა რომ რაღაცნაირად აი ეს თუ არ შეიცვალა ქართულ საზოგადოებაში თუ არ გახდა მოთხოვნა რომ აი ეს გინდა ერთი გინდა მეორე სამარცხვინო ამბავია საღი აზრის გარეშე მლიქვნელობას საღი აზრის გარეშე აი ამ რაღაცა ვითომ გმირობანას დამაშს რომელიც ფაქტობრივად იქცა როგორ იცი რომ მე უფრო მეტ კივილს გაუძლებ თუ ციხეში ჩაჯდომაზე და მაგაზე მიდიხარ მაშინ შენი ნებით არ უნდა მიხვიდე ბორკილი დამადეო მაშინ წინააღმდეგობა უნდა გაუწიო ხო ასეა ან ну, რავი, რატო იმუქრები, რომ დაგამხობო. მე შენ დაგამხობ და შიმშილობას ვიწყებ. ჩემი აზრით არ არის ერთმანეთთან შესაფერისი. იმიტომ რომ თუ შიმშილობას იწყებ ადამიანს რაღაცას თავს აცოდებ. ამბობ, რომ აი მე სხვა არაფერი არ შემიძლია უძულური ვარ. სისტემის უკიდურესი ფორმა, უძულური ვარ, ამიტომ აი ვამოწმებ ხალხის წინაშე შენ ამდენად კაცმოყვარე ხარ, მიდიხარ თუ არა ჩემს სიკვდილზე. და მეორე მხრივ რევოლუცია გამოსავალი ამბობ. ეს ორი რაღაცა ერთმანეთთან როგორ არის თავსებადი. თუ რევოლუცია ისა რა ქვია გამოსავალი, მაშინ მაშინ ხო სხვა რამეა გასაკეთებელი. თუ რევოლუცია არ არის გამოსავალი და რაღაც სხვა საკეთებ და ფიქრობ რევოლუციის ძალა არა გაქვს ჯერ, მაშინ იდეაზე უნდა იმუშაო. იდეაზე მუშაობა კი არა, იმ ხალხმა ვინც ციხეში ზის, აკრძალა საკუთარ ტელევიზიებში იდეაზე მუშაობა. დღევანდელი სიტუაციით, სადაც უბრალოდ ყველანი ამ არასერიოზულად უყურებენ ამ ამბავს. მე რაღაცნაირად მართლა მინდა რომ ჩემ ამომრჩეველს ვაჩვენო, რომ ხალხო აი მოდით დამენახეთ ვინდები ხართ ამათგან განსხვავებული და ამისთვის არჩევნებზე უკეთესი გამოსაყენებელი ინსტრუმენტის მე არაფერი არ მაქვს მაგრამ მე ასევე არ ვიცი სანამდე მივა ეს რაც ხახლა ქვეყანაში ხდება გინდა ერთი მხრიდან გინდა მეორე მხრიდან ამიტომ ისიც კი არ ვიცი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოგვიწევს რა არჩევნების ჩატარება და საგანგებო და საომარი პროცესების ესე დაძაბვას თუ საგანგებო მდგომარეობასაც დაძაბვას რა ქართული ოცნება რასაც აკეთებს თვითონ ძაბავს ამ ყველაფერს მეორე მხარესაც ჩვეულებრივად ამ დაძაბვას კიდევ უფრო მეტად ცეცხლის დამსხვრელების მეტი არავინ არ ყავს და ჩვეულებრივად ყველაფერი მიდის იმისკენ რომ არჩევნებმა ნორმალურ სიტუაციაში არ ჩაიაროს ის არ იყოს არჩევნები და მას არანაირი ღირებულება არ გააჩნდეს სულ შეცდომების ერთობლიობა ჩემი აზრით მეორე მხრიდანაც სულ შეცდომების ერთობლიობა და სწორედ ამან მიგვიყვანა აი ამ უგემოვნებამდე რასაც ქვია ერთპიროვნული მმართველობის ხოტბა დიდება